ძალიან დიდი ხანია რაც ჩვენ საუბრობთ ამ თემებზე და საკმაოდ ბევრი ქადაგება დავდეთ, მაგრამ ამოუწურავი თემაა და ეს თემა შეიძლება განავრცობა, გაშალო უსასრულო. და თქმა უნდა, მონაცემები, მონახაზები, კონტურები, სხვადასხვა ძირითადი მთავარი ნაკვთები ამ თემისა ასევე შეიძლება დიდი ხანი მოხაზო და მონიშნო, მაგრამ რა თქმა უნდა, აუცილებლად გავიხსენოთ სამი საფრთხის სათნოება, სარწმუნოება, სასწრაფო სიყვარული. სარწმუნოება, რომელიც მოგვეცა ღვთისაგან, როგორც უნივერსალური, უნიკალური კურთხევა გამოცხადება ღვთისაგან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიყობებით ახალი აღთქმის ისეთი წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის მთლიანად პერიოდში, სადაც ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დავალება ჩვენობისა, განთობისა, თეოსისისა, სარწმუნოებაში გაზრდილებისა, სარწმუნოებაში მართლმადიდებლური სარწმუნოების პრინციპების, დოგმატების თუ დოქტრინის საერთოდ დაცვისა. ეს უცვლელი ჭეშმარიტების წმინდა წერილის გარდამოცემას არ იცვლი. მაგრამ გარდამოცემა ვითარდება შეიძლება კიდევ, მაგრამ წმინდა წერილი რა თქმა უნდა უცვლელია. ეს განსაკუთრებით ახალი აღთქმა ჩვენთვის უნიკალური ღვთისაგან მოცემული აქსიომებია სულიერი, რაც გვაძლევს მიზეზს და სტიმულს იმისა, რომ ჩვენ ვიშრომოთ, ვიგოსოთ უფრო მეტად წინ წავიდეთ, უფრო მეტად ვთქვათ, განვითარდეთ სულიერი შვება უპოვოთ, გამთლიანება უპოვოთ. მოგვეცა სარწმუნოება, რათა სარწმუნოებაში უცვლელი ვიყოთ და ამავე დროს უფრო ღრმად ჩავბრუნავდეთ მასში. მაგრამ შევიცვალოთ ამავე დროს უკეთესისა. ახლა იცით რომ რაც დავიდო უფალმა ყოველივე მოგვეცა ჩვენ, რაც საჭირო იყო მამისა, ძისა და სულიწმინდის. ან ყოველთვის დააბის. ყოველივე მოგვეცა ჩვენ. და ყოველივე იმიტომ მოგვეცა, იმიტომ უბრალოდ მოგვეცა, იმიტომ რომ ჯვარი ჩვენ ვფიქრობ, საკუთარი თავი ეგოიზმი ისეთ ნეგატივია და შემდეგ ჩვენი შემოსაზღვრული ბუნება უსაზღვრო ღვთის მადლით გავხადოთ, ანუ გადავლახოთ ჩვენი შემოსაზღვრულობა, ჩვენი ესე ვთქვათ კიდურეს ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი. გადავაბიჯოთ ჩვენს ეგოცენტრულ ინსტინქტებს და გამხეცებულ მიტკილებებს და მავნეჩვევებს და ასე შემდეგ სამწეთი და გავხდეთ მადლით მსგავსი უფლისა. ანუ გავხდეთ უფრო დიდი, ვიდრე ვართ, გავხდეთ უკეთესი, საუკეთესო და ასე შემდეგ. სარწმუნოებაში გაზრდილება ეს არის უზარმაზარი შრომა, უზარმაზარი სწავლა. უშრომლად და უსწავლელად სარწმუნოებაში ვერ გაზრდილდება. სარწმუნოებაში გაზრდილება აუცილებლად განახლებას მოასწავებს ადამიანის. განახლება. მუდმივი განახლება, მუდმივი მისი, ასე ვთქვათ, აღორძინება, მუდმივი მასში ახალი ძალების არადატეთ მდგომარეობაში ყოფნა და გამოუყენებელად დაფიქსირებული ყოფნა. არავით მასში აი ამ ძალების განვითარება და გახსნა, სულიერი ძალების, სულიერი უნარჩვევების, სულიერი სათნოებების ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება აი ამ დიდი მართლმადიდებლური სწავლების სწავლით, შრომით, ცოდვების მონანიებით, ღვთის საიდუმლო სასწავლებელი საქმეების აღსრულებით. ყველაფერი ჩვენ რაც მოგვეცა, იმისათვის მოგვეცა, რომ წამლად მოგვეცა, ანუ ეს წამალია, როგორც სულიერი წამალი. ჩვენ სულიერი ცნობები, ცოდვები, უძლურებანი, შესაძლებელი ეს მადლით, რაც კარგია და აი ამ მალამოთი, ზიარების მალამოთი იქნეს განკურნებული. წამლად მოგვეცა ეს. იმისათვის მოგვეცა ჩვენ, რომ ჩვენ უფრო უკეთესი გავხდეთ და განვლიოს ეს რაც ჩვენში ნეგატივია და რაც ჩვენ გვიშლის და გთრგუნავს. დღეს აი ძალიან ბევრი ისეთი მძიმე, ასე ვთქვათ, ცხოვრება გვაქვს, რომ მძიმე ჩვენი ცოდვებით დამძიმებულია ცხოვრება. ერთი ყველაფერს საუკეთესოდ ქმნის და გთრგუნავს ძალიან დღევანდელი ეს ნეგატივი, მძიმე, ასე ვთქვათ, ეს ენერგია, მენტალი, რომელიც გაწოლილი არის ჩვენს მოსაჭრელთა სივრცეს. გთრგუნავს, ფოციცევს, არასტაბილურობის ცნობას, კრიზისის ცნობას, როგორც სულიერის, ისევ ემოციონალური, საკმაოდ მატერიალურისაც ძალიან ბევრი. შეპყრობილებებიც, რა თქმა უნდა, და სულიერი, ასე ვთქვათ, აფექტური და ექსტრემალური მდგომარეობები ძალიან მომრავლდა სულიერი უძლურებები და ფონად შემდეგ შედეგად მომრავლდა სხეულებრივი
ვთქვათ, დაავადებები და შედეგად სულში დაბადებული ირეკლება შემდეგ ემოციონალურ სფეროში და ირეკლება ასეთის სხეულებრივ ფიზიკურ სფეროში. რაც ხილულია, მარტო ის არ არსებობს, რასაც ვხედავთ, მარტო ის არ არსებობს სამყარო ძალიან დიდი და პატარა ძალიან ჩვენი სტანდარტებით იქნებოდა ყოველგვარ შემოსაზღვრული ჩვენი ხილული ჰორიზონტის კვეთის შესაძლებლობების სტანდარტი. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის. ხილული არის ხილავის გამოვლენა. ხილავი ეს არის ის უზარმაზარი სამყარო, რომელიც მოგვცა რომელიც სულიერი, რომელიც ცა, პირველად შეიქმნა ცა და დედამიწა ცა, ხილავის სამყარო და შემდეგ ხილული სამყარო მაგრამ მინდა რომ მას თქვა რომ ყველაფერში ვლინდება ეს რაც მომრავლდა ეს მძიმე დათრგუნული სულიერობა გაუცხოვება ერთმანეთის ასეთი შიში შფოთი უნდობლობა სისასტიკე მომრავლდა თავშოთ მომრავლდა ესეთი ანტაგონიზმი ხო რაც ეს მომრავლდა ყველაფერში ასე თქვა ჩვენ მithunებით და ჩვენი სულიერი თუმარა ხანდახან რაღაცა დეპრესია, კრიზის გამოსდის. ასე რომ არ იყოს და სტაგნაცია არ მოხდეს და დესტრუქცია ჩვენ წაბლებს, ამისათვის აუცილებლად აი ზუსტად რასაც ვამბობდი, ზუსტად და ეს სულიერი წარებოდა გავაცდია. უხარება ტერილი თვითვინვა და წუწუნი და გადაბრალება ასე ვთქვათ ამ რეალობაზე და ჩემი არა აი მის ბრალია და ის ადამიანის თავისი სიზუსტის გამო მაინც აი იმის ბრალია პროვაროს ბრალია ზოგიერთ წელს რაცა მითოლოგიური პედის ცენებს რა პედის ბრალია და ასეთი პედი მაქვს არა რა თქმა უნდა ეს არიცოს გახშედეგებს და პირიქით უფრო ამცირებს ნორმალურს ხოლმე ადამიანის ასეთ შემთხვევაში პირიქით გადავაბიჯოთ ჩვენს თავს აი ჩვენს კულტურებას ხოლმე და არ შემიძლია სპონსორად ზოგჯერ არ შემიძლია მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ აზარში ვიმოსოთ გავხდეთ ხა იდეალები არა ვართ მაგრამ ვცდილობთ და ვეცადოთ რომ აღვაგი ვარ ცოდვილი ვარ სული ვარ სუსტი ვარ მინდა რომ უფრო გავიქცე მინდა რომ უფრო გავიწმინდა მინდა უფრო უკეთესი გავხდე რა ეს ამაში უნებრივია რომ ადამიანს უნდა რომ უკეთესი გახდეს მინდა რომ უფრო გამოვადგე ახლობლებს იქნება თუ ვინც იქნება ადამიანს ვის უნდა რომ გვარგისი იყოს და არავის არ უყვარდეს და ყოველთვის ადამიანში არის ის ხატება და მსგავსი ხო რომელშიც ჩადებული რომ ადამიანს ყოველთვის უნდა რომ მას ის უყვარდეთ ყოველთვის უნდა რომ ცნობიერად მაინც უჯერ გაცნობიერებული არ აქვს მაინც ხო რომ მას ასე პატრიცება კონდეს უყვარდეთ სიგეთე თესოს და კეთილად ვიდენ და მას შესაძლოა პატრის მიაგებინო ეს ბუნებრივიც არის. ხატება არის ადამიანის შედებული და მსგავსება უნდა მიაღწიოს და ის ხატება თავისას მაინც ითხოვს. მაგრამ აი ესეთი ამდენი დაპყრობები ზოგჯერ ხელს შეაქმნევებს უიმედობაში ვარ ეს კიდე ცალკე სულისმენდის შეწუხებაა. თუმცა უიმედობა, სასწრაფეთილება ასე ვთქვათ ესეთი საკუთარი თავის შეწოდებაც ის რაღაცა ესეთი ძალიან მასური ცნობა საკუთარი თავის შეწოდება არ აბსურდებს ამ პრობლემებს. თითქოს რაღაც შემსუბუქების მსგავსი მოქმედება აქვს და საკუთარი თავის შეწოდება და საკუთარ თავზე ცრემს გადმოაგდებს რაიმე რა ასეთი რა გამართლა აქვს. ეს როგორ ვერ გავაკეთებს რაღაც თითქოს რაღაც შემსუბუქების ილუზიას დროებით მოკლე ინტერვალზე თვითონ ხმის, მაგრამ მე მაინც ეს ისე უარეს დაფრთხილებულ მდგომარეობაში გადადის. ეს რო არ იყოს, ამიტომ არის მოცემული ზიარების თავარი სენდვიჩი და ახსენებ ხომ თავარი სენდვიჩი. რომელიც გვაძლევს საშუალებას გადაიქმნა ჩვენში ეს ნეგატივი დაეცვას, გამოვიდა შეეხება რაპაკეთა ჩვენთან უჯდოდეთ ჩვენთან გასცემს და ამგვარად ჩვენ უფრო უკეთესად ვხვდებით და თანდათანობით ეს არის დიდი გზა, ვიწრო გზა ნემსის ხუნჩი გაზრომა რომ ვიტყვიან ხო როგორც ძნელი აკლების ნემსის ხუნჩი გაზრომა ასე ძნელია აი ზოგიერთი ადამიანის ის მდიდარზე და თქო და ასე შემდეგ იცით სახარების ის შემთხვევა ხალხო და რომელშიც უამრავი საზრუნავითა და უამრავი ვთქვათ
სინდეძითა თუ მიწიერი ფასეულობებით დადუღილ ადამიანთან აქვს დიალოგი ხალხს ქრისტიანებს. ძნელია ეს ადამიანის მართლაც უცა ადამიანის უცე მოკიდებული აქვს ამდენი რაღაცა და უკან იხურებოთ ამ. ძნელია წინი არის და თან ნემსის უჩი გაძვეს სიმბოლურად უთქვა. მაგრამ ის რაც თან ამატებს სიტყვას, რაც შესაძლებელია, რაც შეუძლებელია ადამიანის შესაძლებელია ქრისტიანების. ამისაც ისედაც უცეს მენდისებს, რომ ლოცვას ის არის, რაც მე არ შემიძლია სარწმუნოებაში გამაძლიერე, წინ წამომწიე, საგამიხსენი, უკეთესი გამხადე, ბედნიერი გამხადე, ღვთის სიტყვათ სათნოთ მაცხოვრე, გამოვადგე, უკეთესი ვიყო, სიგეთებთესო და ბუნებრივი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენ კარგავს ისურვებდა ადამიანი. ყველაფერი შეიძლება ერთად არ ახდეს, მაგრამ თანდათანობით ხო შეიძლება 9 ნაყოფით ვარ გამოიყო ადამიანმა სული წინის. რაღაცა თანდათანობით მას ცოტა გამოიყოს. რა მოხდა მე 9 ელბაშად უმაღლესი შედეგები არ აჩვენა და ვარსკვლავები არ მოწყვიტა. რა მოხდა? რა გზელებს? თანდათანობით წინ წავა. უკვე კარგია. მცირედი წინსვლა უკვე დიდი საქმე სარწმუნოებაში. ჩაღრმავება სახარების წაკითხვა. მოკლე, მაგრამ ხშირი ლოცვა შეიძლება ვიდრე გრძელი და იშვიათი იყო. მოკლე ლოცვა ცისავთვის. მოკლედ აი ასეთი სარწმუნოებაში გაგრძელება მოხდეს. თქონდა მართებს ეს ყველაფერი თავისთავად ბადებს გამოდის აქედან, მაგრამ ეს სასუება, იმედი, ანუ ეს უბრალო იმედი არ არის. ზებუნებრივი სულიერი იმედი, მეტაფიზიკური იმედი, იმედი, რომელიც სახარებისეული იმედი, რომელიც კვლავ ემსახურება რას? ეს იმედი რას გვაძლევს დაზალას, რომ ამ იმედით შეიძლება ისეთი რამე გადალახო, რისი გადალახვის იმედიც არ გქონდა. აი უკვე ვფიქრობდი, რომ ამას ვერ შევძლებ, ხელი ჩაიქნიო ყველამის, მაგრამ იმედი არ გაქვს, მაგრამ აი ვეცდები, რომ გავაკეთო, მაგრამ ცდელობა უკვე სათნოება და ის რაც მე არ შემიძლია, რომ მე თუ შეშემიძლებელი ეს არის ლოცვა. მე არ შემიძლია, მე ვეცდები, ცდელობა უნდა იყოს, თუ ეხლა არც ეცადი არაფერი არ გამოგვიყვება. ვეცდები, მაგრამ ცდელობა ჩემი ხოლმე უნდა რჩება მარტო ჩემს თავზე ჩაკეტილი ცდელობა. ეს ცდელობა იყოს ზებუნებრივი მიღმიური ძალების მიერ, სეციური ძალების მიერ შეწემილი ცდელობა, რომ ეს ცდელობა არ დარჩეს მხოლოდ ასე ვთქვათ თავის თავზე არ ჩაქვეს. არამედ ცდელობა ახსოვდეს და ცდელობა რეალიზდეს. ცდელობა იმისა, ასე ვთქვათ, ჯვარფირთულობა ძალიან დიდი პროცესი და ძალიან მძიმე გარდამქმნელი, ზოგჯერ გამწმენდელი ტკივილებით აღსებული პროცესი და ესეთი გზა ქრისტიანს რომ აქვს უნიკალური ცხოვრების გზა, უბრალოდ ჯვარფირთულობის ქრისტეს მიღწევის სარწმუნოებრივი საიდუმლოებებში მონაწილეობით და აღსრულებით არის შესაძლებელი რომ რეალიზდეს. ამიტომ იმედი, გნეობა და არაშიანი ის ვთქვათ გამოფიტული და წაშლილი სახე არ არის საჭირო და რაღაც უცაური შეხედველი ვთქვათ ცოცხალი დადასტურება არ არის თქო. მაინც ყოველთვის უნდა ეცადო ნიშნები ერთი ნიშნით ვერ ვიცი სარწმუნოება და ცოდნა. ეს ორი ნიშნები მიხმარ რომ წინწახვიდე და შენი სულიერი აღრა შენი ნავის თუ შენი გემის როგორც არის აღიქვ სულწმედის ნიავას სულწმედის მადლის ნიავა და სინცაციებს და თანდათანობით ამასობის ალყები გააფასდა და სულიერ თავსაფრთხე ისეთი მოძრაობს თუ დიდი სიჩქარით არა ცოტა მაინც მოძრაობს და ნახტომებს არავინ არ ეთქვის. თანდათანობით როდესაც ხედავ რომ პალაც ძალით ვერ გასწრებ ვერ ამოქაჩავ ხარაგაისებს აცადების შემდეგ მგონია რომ არჩილზე დღას დაიზრდება გაიხდა ის უკვე ახალზე წამოსდები და უკვე შესაძლებელი და მოსაცდელის ხდება ხოლმე როცა მგონია თითქოს ეს შეხედვით ეს როდის გაიზრდება მაგრამ ამავდროულად ხედავ როგორც ის მას პროცესი ფოტოსინთეზის პროცესი მაშინ ის დასმოსავებს მცენარეები, ფლორის და ფაუნის ზრდა ასე ვარ ჩვენი, თქვა ხილული ზრდა ასე დათვალიერებლად სამაგალითოდ მოსაყვანია, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად ანალოგიაში შეიძლება გაკეთდეს ის რაც ხილავს და ზრდა რა თქმა უნდა იმედისა და მოთმინების ატმოსფეროს უნდა იყოს და თქვენ გაიცით ეს ცნება ხომ ეს თქვენ
და შემდეგ ეს ყველაფერი ასევე აქედან გამომდინარეობს ეს ერთის ქმნილია, ერთი ჯაჭვის რგოლებია. სამი საოცარი საფრთხო სათქმელი. და სიყვარული, რომელიც იბადება. სიყვარული ესეც როგორც ხილულ ყოველ ასპექტს ატარებს, როგორც სულიას, ასევე გამოვლინებს. სიყვარული გაქვს, უნდა გამოაქვს ხილული და გახარო. რაცაც ღმერთი ხედავს ყველაფერს, უხილავად. ხედავს, უხილავი ფარი. შეუხილავს საქმეს, უხილავს სულს, უხილავს რახლებს, ლოცვას და ასე შემდეგ. ის ხილულად მოგაგებს. თუ შენ არ გამოამზღავნებს სიყვარულს და მხოლოდ მეტყველებს სიყვარულზე და იცი რომ დაგიყვარდეს, და გძნობ, მაგრამ არ ამჟღავნებ ამას, არ რეალიზირებ, ანუ ხილულ სამყაროში ამას არ აძლევ ხორჩესხმით ფორმას, ეს მხოლოდ აპრიორულ კითხვის სურვილად დარჩება, რაც თავისთავად უმარე გამოუვლინებელ ფორმად თავის თავზე ჩაქვია. ისე რომ არ მოხდეს. ამ მოშიში კარგად არის, ყველა პირობა ისა რომ ჩვენში მეუღლება როგორც სათავეში და როგორც სულში ქვეყანაზე და ჩვენ სხეულშიც იქნებს რეალიზირებული და გამოვლინდეს და ყველაფერში ვყოთ ნებაღვთისა. ყველაფერში ვყოთ ნებაღვთისა. ეს არის იდეალი, მაგრამ ეს იდეალი ზოგადად დიდი მაღალი და მისაღწევა. ქრისტიანობა ამაშია, ხომ არ ამნებავს სიკვდილს, არ ამნებავს მის სულიერ დომას, სულიერ დაჩიავება. დაიმდაბირო, დაიხატაკება, დაიმცირება, ასე დაწერია. და სულიერი კულტურა, როგორც სასწრაფოდ სხვა გონებრივი თუ სულიერი თუ ისმიერი კულტურის კულტურაზე ხალხი შეიძლება მეერებს ხოლმე. აგიმაღლეო და უფრო განავითარე და სულხავი. და აი ამაზე და აქ არის უდიდესი საიდუმლოება სიყვარულში და სიყვარული როგორც უხილავი კეთილი სურვილები, მაგრამ ამავე დროს კეთილი განწყობა, აზრით, სიტყვით თუ საქმით მისი გამოვლინება, ესეც უნდა იყოს ხორჩესხმული და ამაშიც უნდა იქნეს უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ჩადებული სიმდიდრე ჩვენი სულიერი. ჩვენ სულიერად კი უნდა გავღატაკდეთ, კი უნდა ჩავებღავჭოთ მხოლოდ მიწიერ სიმდიდრეებს და მიწიერ ნივთებს და გავფანავდეთ მიწიერ ბონუსებს და ასე ვთქვათ, სიზმრიფილებს შავეჭიდოთ და რა ვიფიქროთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა დავიხუროთ და დღეს დაციკლა რო არის მატერიალისტური მატერიალიზმის ოქსიმორონი, რა ვთქვა. არა, ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე, ვინც ასე ვთქვათ, მიმართული იმისკენ უნდა ვიყოთ, მიმართული სულიერი სიმდიდრე, რაც გამდიდრებადია, რაც გავრცობადია, რაც თავისთავად გენერირებადია, ერთი სამთით უამრავ სამთლსა, რაც გენერირებადია არა მარტო ჩვენში, არამედ ჩვენს გარეთაც, მოყვასში, თუ მოყვასზე უნდა ვისწავლოთ. საკუთარი ახლობელი მოყვასი არ უყვარს და მთელი კაცობრიობას სიყვარულს ეფიცება. ეს ადვილია, დოსტოევსკი გავიხსენე, სხვა კლასიკოსები გავიხსენე. მთელი სამყაროს სიყვარება ადვილია მიყვარს და დიდი გული და დიდი ჰაერავანი ხოსნა გაუშვა. მაგრამ ყოველი ადამიანი ცალკე შეიყვარეს. დოსტოევსკი თუ გავხსენე კლასიკოსი. აინშტაინის ყველა საყვარელი წერილი იყო. აინშტაინი მეგონი ცოტა რაღაც პრობლემის მგონი რაღაცები იცოდა, ხო? მეტალი იგი არის ხა ორთოდოქსი მოწმენა, მაგრამ ოსტოში ასეთვალისინებელი პოზიტივისტი არის, ასეთვალისინებელი მეცნიერულ ფილოსოფიური დოქტრინალური ვთქვათ შესაბამისი დღევანდელი ჩვენი ფიზიკის ფილოსოფია რომ ავიღოთ ფუნდამენტალური ავტორია და ზოგადად ეხლა ეს სხვა. ამიტომ ავიღოთ კაცობრიობის ვთქვათ შუქურები, კაცობრიობის გენიოსები, ხო? რომლებიც ასევე შეიძლება არ იყვნენ ორთოდოქსი მოწმენეები, არ იყვნენ მოწმენეები იყვნენ, მაგრამ აი როგორც ჩვენ გვესმის ხო მართლმადიდებელი მოწმენეთა დასში და ვთქვათ აი ეს აზიარებები შეიძლება არ იყვნენ. ზოგადად მათი დონისა და მათი სულიერი პოზიციის მიხედვით მოწინააღმდეგე უფლისა არ იყვნენ, რაც უკვე კარგია. ეს სხვა თემა. ამიტომ ის გამოცხადება ყველასთვის მოცემულია, მაგრამ ყველა ასე ვთქვათ თავისი გზით, თავისი ცხოვრების გზით, თავისი ჯვარფეთილობით მიდის. ერთი არის პროცესი და
სოფზით შედის. ვერავინ ვერ მივა. ამასთან ფრის გარეშე ვერთან, ფრის გარეშე ვერ. ფრის გარეშე ფრის მალს ვერ მიიღო. ფრის გარეშე ვერ განიხუტო. ვერავინ ვერ მივა ამასთან ქრისტეს გარეშე. მერტის გარეშე მერთან ვერ მივა. პრობლემა შეიძლება სიკვდილის მიღმართა გამოიყენა. ამიტომ ეს არის ყოველთვის კეთილთა უნიჭებელი და ზრუნველი ჩვენზე, ამიტომ საფუძვლად მოვდა, რომელიც ვახსენე. აუცილებელი დავალება არის ისგან, არა საფუძველი არა, სავალდებო. დავალებები ისლამში უნდა ვინოსოთ ვიშრომოთ, როცა უნიშნავთ. ყველა ასპექტი ჩვენი რეალობის უნდა იყოს გამოყენებული. ის ადგილას სულის სასწავლად, როგორც მენტალური ასპექტი, ასევე ემოციონალური ასპექტი, ასევე ფიზიკური რეალური რეალობა, რომელშიც ვართ. ყველგან უნდა ჩანდეს, იგრძნობოდეს და იჭრიდებოდეს, იგრძნობოდეს და ჩანდეს. თუ შენ სინაში რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ შენ სინაში არის სულიერი ჩამოყალიბებული, გართლიანებული და მარტო ჩვენთან არის მათი სტიმა, დიდი ფაქტორია ჩვენთან არის მათი, რომ ეს მართლაც შეიძლება ჩვენთან არის მათი. ქრისტიანს ჩვენ შევწყვეტ და არც დაიწვევ მართლაც ქრისტიანს ჩვენ შევწყვეტ. ის კი არის ყოველგან არის და ყოველსევე აქვს, მაგრამ შენ რომ ხარ მასში. მათი სივრცობრივად ყოველგვარ არის, რომ არ არის ადგილი, სადაც იგი არ იყოს, მაგრამ შენ თუ ხარ მათში, თუ შენ სულიერად გაუცხოებული არ ახარ. ეს უნდა ჩანდეს და იჭრიდებოდეს, ვიმეორებ, იგრძნობოდეს და სულადაც ვლინდებოდეს. შენი ექსტერიერითაც არა, მარტო ინტერიერით, ექსტერიერითაც არა, მარტო უხილავით შეძნებით, არამედ გრძნობაცობით, ხომ? არამედ ასევე ხილული გამოვლინებებით შენი ცხოვრების. მოწყალია და თუ ჩვენ მოვიდოვართ, გზახსნილია მის გახსნას, ვერავინ ვერ დაკეთავს და მის დაკეთებას ის ვარ. ვერავინ გახსნას. რასაც კიდევ შეკრავდა, იქნება გრული ზევჩი. ესეც გახსნდა, ეს უდიდესი საერთო. იქნება ხსნილი გავს, რაცებით არის, ისიც გვერდით არის, მაგრამ იდენტური არ არის. აქაც დიდი საერთო იმართება, გავს და ამიტომ აქ იწყება ჩვენი საზღვრები. აქ იწყება ჩვენი გზის გახსნა, აქ იწყება ჩვენი სულიერი განთავისუფლება, რაც შემდეგ კლასიკური რად გადადის იქ ასეთი თუ ჯერჯერობით ჩვენს ასეთი მაგრამ მეტაფიზიკურ რეალობაში რომელიც სულიერი სასურველი საათად იცოდება. ამიტომ გისურვებთ, რომ ამ ზაზარებდა მოგონდა და მეცადოთ, რომ კვლავ გავაგზავნოთ საუბრები, მეცადოთ. სტანდარტულ ყოფას თქმება, მადლობის ჩვენს ის ქრისტეს ყოველთვის. მამაო, ვისაუბროთ